თბილისის საქალაქო სასამართლო მძლიერი საქართველოს ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმე არსებით განხილვას გადასცა დღევანდელ სხდომაზე მხარებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად, ხოლო დაცვის მხარის ერთი ვიდეო ჩანაწერი დაუშვებლად ცნო. ასევე სხდომაზე თავად ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მისი განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და გაურკვეველია საქმის შინაარსი. მე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამწლიანი მუხლია, აბსოლუტურად აბსურდია, რომ ვიღაცა ვინ იცით, ვინ ნებისმიერ ნაკითხო, ვინ ოხერი, ალი ბაბაევი, რომელიც თორე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეული ვარ და ქუჩაში ვეტაკე და არიქა. ხო რა შემაგინა და იმაზე მქონდა რეაქცია. ამას ხელისუფლება იყენებს იმის რომ დამიჭირო, მე არ მეშინია, მინდა უთხრა, ჯიგრებს ვიყავი, ვნახე. დიდი არაფერი საშიში არ არის, დაჭერისთვისაც მზად ვარ, ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. მტკიცებულებები ცნო დასაშვებად პროკურატურისაც და დაცვის მხარის, ერთი მტკიცებულება დაცვის მხარის არ ცნო, რომელთაც ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარა ჩემმა კოლეგებმა, რომ იცნობ თუ არა ეს პოლიტიკური მოღვაწეს, როგორც ალი ბაბაევი, იმიტომ რომ აკვალიფიცირებელი ნიშანია პოლიტიკური დევნა და ყველგან პასუხი იყო არა და ეს სასამართლომ არ ცნო. ჩვენ მქონდა შუამდგომლობა, რომ ამ ეტაპზე უნდა შეწყვეტილიყო საქმე და არ გადაცემულიყო არსებითი განხილვას, იმიტომ რომ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიცაც ეფუძნება ეს მუხლი. არ არსებობს დევნა და არ არსებობს პოლიტიკური მოღვაწეობასთან დაკავშირებული დევნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დასაშვებლად ცნო ჩვენ მიერ წარდგენილი აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ამავე დროს დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის ერთ-ერთი მტკიცებულება. ამის შემდგომ უკვე განხილული იქნა სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაცემის საკითხი და სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე ალბათობის მაღალი ხარისხით დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ეს არის როგორც დაზარალებული ჩვენება, ასევე ვიდეო ჩანაწერი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე თავდასხმის და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.